როგორც აღმოჩნდა, ტურისტების რაოდენობა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მცირდება. ქვეყანა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული დაბალ ხარჯულ ბაზრებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა მხოლოდ ვიზიტორების ნაკლებობა არ არის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ იკლებს ევროპელი ტურისტების წილი. არის თუ არა ეს ქართული ოცნების ანტიდასავლური ნაბიჯების პირდაპირი შედეგი. ჩვენი მასალით ირკვევა, რომ დღეს ქვეყანაში დომინირებენ ის ტურისტები, რომლებიც ევროპული და სხვა განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში შემოსვლისას ხარჯავენ 3-ჯერ ნაკლებს. ახალი ტურისტული სეზონი ვიზიტორების კლების ფონზე დაიწყო. ახლო აღმოსავლეთისა და ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ პოსტსაბჭოთა ბაზრებზე შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ ტურისტების რაოდენობა შეამცირა და მიღებული შემოსავალიც. ამ ფონზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სტაბილურ და მაღალმხარჯულ ტურისტულ ბაზრებზე. პირველ რიგში კი ევროპაზე ორიენტირება. რო შევადაროთ აი ამ რუსი ტურისტების რაღაცა უსაზღვრო რაოდენობას, რომელიც ამ ქვეყანაში შემოედინება, მათთან შედარებით რაღაცა 3-4-ჯერ მეც ხარჯავს ევროპელი ტურისტი, საშუალოდ იქ, სადაც არის დასავლეთთან და პირველ რიგში ევროპულ სახელმწიფოებთან მიბმული და დაკავშირებული ჩვენი ეკონომიკა ამ შემთხვევაში მართლა წინსვლა, განვითარება, ახალი ტექნოლოგიები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის შემოსავალი მაღალია. იქ, სადაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მისი პრიორიტეტები, იქნება ეს რუსეთი, იქნება თუ ჩინეთი, ამ შემთხვევაში ამ ქვეყანაში ძალიან ნაკლები შემოსავალი რჩება. ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ტურისტად ჩამოსული ევროკავშირისა და ბრიტანეთის მოქალაქეები საშუალოდ $1321 ხარჯავენ. მაშინ როცა რუსეთის მოქალაქეების დანახარჯი $430 არ აჭარბებს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ტურიზმის წარმატება მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობით არ უნდა შეფასდეს. მით უფრო რომ რუსეთის შემთხვევაში უკვე არის ტენდენცია, როცა ჩამოსულ სტუმრებს მათივე მოქალაქეების მიერ გახსნილი ობიექტები მასპინძლობს. ეს კი სახელმწიფოს შემოსავლის ნაწილს აკარგვინებს. რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა კი პოლიტიკურ რისკსაც აძლიერებს. ეკონომიკის ნებისმიერ დარგში რუსეთზე დამოკიდებულება არის პრობლემა, იმიტომ რომ არაერთხელ გვითქვამს და არაერთხელ გაუკეთებია რუსეთს, ყოველთვის ისინი იყენებენ ამ ეკონომიკურ ბერკეტებს როგორც პოლიტიკურ იარაღს და როდის დაგარტყავს და როდის გადაგიკეთებს ეგ წინასწარ არ იცი. ამიტომ არის პრობლემა. ჩვენ გვჭირდება უკეთესი ტურისტი, ანუ უფრო მაღალმხარჯველი ტურისტი, ვიდრე რუსები არიან. ტურიზმის ადმინისტრაციის ოპტიმისტურ სტატისტიკას არ ენდობა გიდების ნაწილი, რომლებიც ევროპულ ბაზრებზე მუშაობენ. მათი შეფასებით საქართველოს როგორც ტურისტული დანიშნულების ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი უარესდება, რის გამოც მაღალმხარჯველი ევროპელი ვიზიტორების მოზიდვა სულ უფრო რთული ხდება. როცა პოტენციური მოგზაური ეძებს ინფორმაციას საქართველოზე, უარყოფითი ინფორმაციის გარდა ვერაფერს ვერ იპოვის და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე სრული უქრებათ, რომ იმოგზაურობა ჩვენ ქვეყანაში და ეს სახელმწიფო ამაზე მეცნებია უკვე ლაპარაკობდა მეც ჩემი კოლეგებს ხას უსამთ, რომ სად მიდის ზოგადად ქვეყანა, სად მიდის ტურიზმი. აი ეს არის სად მიდის ქვეყანა რა, შემცირებული შემოსავლები, შემცირებული ტურიზმი, გადავსებული რუსებით, რომლებიც არიან უკრაინაში ნაბრძოლები, რომლებიც არიან 2008-ში ჩვენ წინააღმდეგ ნაბრძოლები, FSB-ს აგენტები. ეგრეთ წოდებული ერთი დრაკონის პრინციპი კი ესაა საფრთხე, რომელიც ქართულ ტურისტულ ბაზარს ამჯერად ჩინეთიდან ემუქრება. მოდელი გულისხმობს მდგომარეობას, როცა ტურისტი მომსახურებას იღებს მისივე მოქალაქის კუთვნილ სასტუმროში და ყველა მომსახურების საფასურს ჩინური საგადახდო სისტემებით იხდის. გიდები ამბობენ, რომ ამ სქემით ფული ისევ წარმოშობის ქვეყანაში ბრუნდება და მიმღებ სახელმწიფოს თითქმის არაფერი რჩება. გიდები ქართულ ოცნებას პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. მომსახურების ყველა სფეროში არის მათი კადრი, მონოპოლიზირებულია. მაგალითად, თავიანთი ტრანსპორტი, თავიანთი სასტუმრო, თავიანთი რესტორანი და ასე შემდეგ. ეს არის მოდელი აი ამ ერთი დრაკონის პრინციპის. ეს მოდელი ცუდი იმით არის, რომ ხდება გადატვირთვა ტურისტული მთლიანად სეგმენტის და ადგილების და თანხანაგლები რჩება ქვეყანაში. ქართული ოცნება ტურიზმს ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილავს და მილიონებსაც ხარჯავს საზღვარგარეთ სარეკლამო კამპანიებში. თუმცა ინფრასტრუქტურა, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, უყურადღებოდ რჩება. გიდები ამბობენ, რომ ამ მხრივ ქვეყნის ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს. გარდა რუსებისა, ჩვენ გვაქვს სხვა ძალიან მძიმე პრობლემები. როდესაც აი მაღალ გადახდაზეა საუბარი, უნდა დახვდეს ადამიანებს სერვისი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია სერვისთან დაკავშირებით. მაგალითად, ყველა არხთან და უკვე რამდენი წელია ვსაუბრობთ, ელემენტარული ქვეყანაში არ გვაქვს საპირფარეშოები.
ანუ რა მაღალ ბიუჯეტიან ტურისტებზეა საუბარი. აი ძალიან უხერხულია უბრალოდ. ბოლო თვეების სტატისტიკამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ტურიზმის წარმატებას მხოლოდ ჩამოსული სტუმრების რაოდენობა ვერ განსაზღვრავს. მთავარი კითხვაა, რამდენ ფულს ტოვებს ვიზიტორი ქვეყანაში და რამდენად რჩება ეს თანხა საქართველოს ეკონომიკას. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად დარჩენას.